Კიდევ მოგესალმებით უყურებთ ფორმულას 12-ზე მე ლუკა ხაჩიძე ვარ ვაშინგტონში ოლიგარქის მთავრობის წინააღმდეგ უპრეცედენტო მექანიზმების ამოქმედებას განიხილავენ. ამერიკის თავდაცვის მომდევნო წლის ბიუჯეტში შესაძლოა ქართული ოცნების მიმართ მკაცრი საკანონმდებლო დირექტივები გაჩნდეს. წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მთავარ დოკუმენტში შესწორებების შეტანას. ინიციატივის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში ვაშინგტონი ოლიგარქის მთავრობის წინააღმდეგ ერთდროულად სამ ბერკეტს აამუშავებს. პირველი ამერიკის დაზვერვას ოფიციალურად დაევალება გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადება საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო ქსელების გავლენების შესახებ. მეორე ამერიკული სამხედრო მხარდაჭერა პირდაპირ დაუკავშირდება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და მესამე სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებული გახდება საქართველოსთან დაკავშირებით შეიმუშაოს მომავალი 5 წლის სტრატეგია. ქეთი ნადიბაიძე აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ქეთი გისმენთ. Პირველში დავიწყებთ და ცოტა უფრო ვრცლად მოგიყვებით აი ამ შესწორებებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ ეს უკავშირდება საქართველოში პოლიტიკურ პატიმრებს და დოკუმენტში ვკითხულობთ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გრძელდება დაპატიმრება როგორც პოლიტიკური ლიდერების, ოპოზიციონერი ლიდერებზეა საუბარი, ასევე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, სამოქალაქო აქტივისტების და თუ კი ეს შესწორება საბოლოოდ დამტკიცდება და ამოქმედდება, ამერიკული მხარე ამ დოკუმენტის მიხედვით მაღალ დონეზე აქტიურად დააყენებს ამ საკითხს არა მხოლოდ საქართველოს ამერიკის ფორმატებში, არამედ სხვა მაღალი დონის ფორმატებშიც, რაც შეეხება კიდევ ერთ შესწორებას, ეს უკავშირდება რუსულ და ჩინურ გავლენებს და ამ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საბოლოოდ ამოქმედების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს დაევალება, რომ მოამზადოს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების შესახებ და წარუდგინოს კონგრესს 180 დღიანი ვადა ექნება ამისთვის თავდაცვის უწყებას, რომ მან ეს უნდა გააკეთოს სხვადასხვა უწყებებთან და ასევე სახელმწიფო მდივანთან ერთად და საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, ეს იქნება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულება საქართველოსთან დაკავშირებით. სპეციალისტები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები განმარტავენ, რომ საბოლოო ჯამში ეს შესწორებები დამტკიცდება და ამოქმედდება თუ არა, ამას შევიტყობთ ჩვენ მიმდინარე წლის ოქტომბრამდე და სწორედ ეს განაპირობებს და დაედება საფუძვლად ამერიკა საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას და ეს განსაზღვრავს სწორედ აი ამ თანამშრომლობის ხარისხს, რადგან ეს ავტორიზაციის აქტი ამერიკის თავდაცვის სამინისტროსთვის არის ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული არის ამ უწყების პოლიტიკა, დაწყებული ბიუჯეტიდან გაგრძელებული პარტნიორებთან, მაგალითად პარტნიორობის ხარისხით და ასე შემდეგ. კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოში გრძელდება ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების და პოლიტიკურ პატიმრებად ფართოდ აღიარებული სხვა პირების დაკავებები და პატიმრობა და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა დაისვეს სისტემატურად, შესაბამის მაღალ დონეებზე, ორმხრივ კავშირებში საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან. ყველანაირი სამხედრო თანამშრომლობა, წვრთნები, ფინანსური დახმარება და ასე შემდგომ მიბმული იქნება იმ ორმხრივი ურთიერთობების მიზნებზე, ბენჩმარკებზე, რომელიც უნდა განსაზღვროს მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ და მოკლედ რომ ვთქვათ, დიახ, ხაზგასმით ნახსენებია პოლიტპატიმრების მდგომარეობა, მაგრამ ასევე იგულისხმება, რომ სხვა დემოკრატიული ფაქტორებიც იქნება მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ამ თანამშრომლობისთვის. თუმცა უფრო ფართოდ ამ საკითხზე მსჯელობა ევალება სახელმწიფო მდივანს ამ აქტის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 120 დღის განმავლობაში სახელმწიფო მდივანს ევალება შეიმუშაოს საქართველოსთან ურთიერთობებზე სტრატეგია, რომელშიც უნდა იყოს გაშუქებული ინფორმაცია რა მდგომარეობაა საქართველოში ჩინეთის და რუსეთის მავნე გავლენების მხრივ, სად არის მათი შეღწევა, სად ფიქსირდება და რა პრევენციული ზომები არის საჭირო, რომელიც ამავდროულად ასევე უნდა დაედოს საფუძვლად საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობას.
ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ეს პროცესები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და განვითარება დამოკიდებული არის ქართული მხარის მიერ მმართველობის ცვლილებაზე, ანუ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ცვლილებაზე, საქართველოს დაბრუნებაზე დემოკრატიულ ჩარჩოებში და ასევე კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ამხელს ქართულ ოცნებას იმაში, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაყინვა და გაფუჭებაზე პასუხისმგებელი არის სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც გავიდა დემოკრატიული ჩარჩოებიდან და ახლა სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად ამას არც მალავს და ბოლოს მაგალითად იხსენებენ მარკო რუბიოს განცხადებასაც, რომ ქართულ მხარეს სჭირდება ტრაექტორიის და ქცევის ცვლილება. ამერიკაში ინიციირებული ახალი შესწორება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი კონკრეტული ზომების გარეშე არავითარი ნორმალიზება არ იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მეორე ის, რომ რუსული და ჩინური სადაზვერვო გავლენები არის, რა თქმა უნდა, ამერიკული ყურადღების ეპიცენტრში და ამ გავლენების მოკვლევის გარეშე ამერიკა განსაკუთრებით თავს არ ზარგზობს კომფორტულად საქართველოსთან, როგორც შესაძლო სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან მიმართებით და მესამე საკურველია პოლიტპატიმრების საკითხი. ქვეყანა, რომელსაც ყავს პოლიტიკური ტყვეები, არ არის აღქმული როგორც ის სივრცე, რომელთაც თავდაცვის და სხვა მიმართულებებით შეიძლება ისეთივე გამართული ურთიერთობების ქონა და წარმოება, როგორც ნორმალურ ადეკვატურ სახელმწიფოებთან. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ამერიკა არ უყურებს პოლიტიკურ ვითარებას ქოცურ ფერებში და ქოცურ ფასად. როდესაც ამ რეჟიმის წარმომადგენლები უტიფრად ლაპარაკობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მოშლა ამერიკასა და საქართველოს შორის თურმე 100%-ით ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის ბრალი, ესეც ძალიან კარგი მაჩვენებელია, რომ წარმომადგენელთა პალატა ბუნებრივია რესპუბლიკური, ანუ ტრამპის პარტიის მონაწილეობით, აქტიური მონაწილეობით და უმრავლესობით იღებს ასეთ დოკუმენტებს და ძალიან კაფეო შეფასებებს აძლევს ამ რეჟიმს და ძალიან კარგად გასცემს პასუხს, თუ რატო გაუქმდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ავტორიზაციის აქტში ეს შესწორებები ამ მომენტისთვის წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მიიღეს. საბოლოოდ იქნება თუ არა ის დოკუმენტში მიღებული, დამტკიცებული და ამოქმედება თუ არა, ამას შევიტყობთ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვემდე. კათინა დიბაიძე საუბრობდა ფორმულას პირდაპირ ეთერში. მადლობა. ოლიგარქის პარტნიორები საქართველოს დეოკუპაციის წინააღმდეგ ჩინეთმა და ირანმა მხარი არ დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების შესახებ. კენჭისყრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ივანიშვილის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ამის საპირისპიროდ მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ, ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით, ასევე გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ, კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით, უკრაინამ და იაპონიამ. დოკუმენტსულ მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის ტრადიციულად არის ამერიკა. საქართველოს აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და ის ჰუმანიტარული ხასიათისაა. თუმცა რეჟიმის პარტნიორები თეირანი და პეკინი ამ დოკუმენტსაც კი არ უჭერენ მხარს. სალომე ლაბაძე აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. სალომე, გისმენთ. დავიწყოთ ჩინეთით, რომელთანაც ქართულ ოცნებას სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, თუმცა ეს პარტნიორობა, როგორც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ჩინეთისთვის იმასაც კი არ ნიშნავს, რომ მან მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ასეთ ჰუმანიტარულ პროცესს. რაც შეეხება ირანს, აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჩინეთის მსგავსი პოზიცია აქვს ირანსაც, თეირანის რეჟიმის ქართული ოცნების მოკავშირე ძალად ფასდება, თუმცა ჩინეთის მსგავსად გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში არც ირანმა დაუჭირა მხარი იმ რეზოლუციას, რომელიც შეიცავს მოწოდებას დევნილების ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ. ვერ არწმუნებთ საკუთარ პარტნიორებს თუ არც ცდილობთ ამას. აი ეს იყო ის შეკითხვა, რომელთაც დღეს ჟურნალისტებმა ამ თემასთან დაკავშირებით ჩავა პაპუაშვილს მიმართეს. sapasუხოდ კი ოცნების პარლამენტის სპიკერმა ის, რომ ირანმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, წარმატებადაც კი შემოგვასაღა, წარმატებადაც კი შეგვიფასა და გითხრა, რომ გამორიცხული არ იყო სხვა ქვეყნებს და მათ შორის ჩინეთსაც და ირანსაც, მაგალითად წინააღმდეგო
მიღებაც კი გაეწიათ ამ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის და რადგან ეს არ მოხდა, პაპუაშვილი გვეუბნება, რომ ეს უნდა მივიჩნიოთ ქართული ოცნების პოლიტიკის წარმატებად, ამ პოლიტიკის ერთგვარ დამსახურებად. პაპუაშვილმა ამ კომენტარში სადაც სხვა ქვეყნებზე აქცენტის გადატანაც და ამ გზით თავის არიდება იმ კითხვისთვის, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ ოცნების მოკავშირე ირანისა და ჩინეთის პოზიციას კიდევ ერთხელ გამოხატულს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც მათ მხარი არ დაუჭირეს ქართული სახელმწიფოსთვის ასეთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროცესს, რაც ითვალისწინებს იმ რეზოლუციის დამტკიცებას, რომელიც შეიცავს მოწოდებას დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ. შვეიცარიას რას ერჩით? მე გაქვთ შვეიცარიასთან შესაძლებელი, არ შვეიცარიამ დაუჭირა მხარი. ეს რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა არის პროცესი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან სკრუპულოზულად მიყვება წლიდან წლამდე. იყო წლები, როდესაც სომხეთი არ უჭერდა მხარს, დღეს მხარდამჭერია, ამიტომ ეს პროცესი არის. ქვეყნები გადაწყვეტილებას იღებენ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის საკუთარი შიდა პოლიტიკის გადმოსახედიდან და ესეც იყო მაგალითად ერთ-ერთი ფაქტორი, სომხეთი რატომ არ უჭერდა მხარს, შემდეგ დაუჭირა მხარი, ასე რომ ჩვენ ამ პროცესს მივიდევთ, თავარი არის რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ არის მზარდი რაოდენობა ქვეყნების, რომელიც მხარს უჭერენ, ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ახლო სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს და შეიძლება მხარს არ უჭერდნენ ამ რეზოლუციას, მაგალითად შვეიცარია, ყველას თავისი მიზეზი აქვს, რომელიც ზოგი შიდა პოლიტიკაში არის, ზოგი სხვა საკითხებში არის, მაგრამ ამ მხრივ თავშეკავებაც მხარდაჭერა არის ხოლმე რიგ შემთხვევებში, როდესაც ზოგიერთ ქვეყანას ეხება ეს საკითხი. აი როგორც მოისმინეთ ჩავა პაპუაშვილი, იმისთვის რომ მას თავი აერიდებინა ჩინეთისა და ირანის პოზიციებზე დასმული შეკითხვისთვის, მათ გვერდით ასახელებს შვეიცარიას, როგორც იმ სახელმწიფოს, რომელმაც ასევე შეიკავა თავი ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა აქ მაყურებელს უნდა გავახსენოთ, რომ შვეიცარია არის ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფო. თავარი კი რაც პაპუაშვილს არ უთქვამს, თუმცა მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია რომ იცოდეს, არის ის თუ ვინ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, მხარდამჭერებს შორის კი უმრავლესობას შეადგენენ დასავლური სახელმწიფოები, ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც ივანიშვილის პარტია საკუთარი პოლიტიკით აქტიურად უპირისპირდება და რომელთაგან იზოლირებაც აქვს მას გაცხადებული საკუთარი პოლიტიკის მიზნად. მათ შორის მხარდაჭერის გამოხატვა სიტყვით გამოსვლითაც გადაწყვიტა ზოგიერთმა სახელმწიფომ და ამ სახელმწიფოებს შორის ჩვენ გულისხმობთ მაგალითად ევროკავშირის წარმომადგენელსაც, ასევე ლიეტუვასაც, რომელმაც ისაუბრა ნორდიკული ქვეყნების სახელით, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელიც გამოვიდა სიტყვით, მხარდაჭერა სიტყვიერად გამოხატა ავსტრალიამაც, კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით. ცხადია, საქართველოს მხარდამჭერამ რეზოლუციას შეუერთდა და შესაბამისი სიტყვაც მოვისმინეთ ჩვენ უკრაინის წარმომადგენლისგან და ასევე მხარდაჭერა გამოხატა ამ რეზოლუციის მიმართ იაპონიამ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის სურათი, რაც ახლა გაეროშია შექმნილი, ნაცხად აჩვენებს სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის შეუთავსებობას საქართველოს მოქალაქეების ეროვნულ ინტერესებთან, რადგან ჩანს, რომ ქართული ოცნება დგას იმ სახელმწიფოების გვერდით, რომლებიც დეოკუპაციის პროცესსაც კი არ უჭერენ მხარს, ან ზოგიერთ შემთხვევაში ეწინააღმდეგებიან კიდეც ამ პროცესს. დეოკუპაცია კი არის სწორედ საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ეროვნული ინტერესი. რამდენად სანდო არიან ასეთი პარტნიორები, პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილის მოღალატეთა ბანდამ, რომლის სტრატეგიული პარტნიორი არის ჩინეთის კომპარტია, რუსეთი, რომელსაც ხელშეკრულება აქვს ბელორუსიის კგბ-სთან, ირანთან სამძიმარს არტოვებენ. აი ეს არის მისი პარტნიორები, მისი მეგობრები და მან უნდა გასცეს პასუხი ქართულ ხალხს. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იმეგობრონ იმათთან, ვინც ქართულ ხალხს ხარს არ უჭერს, ვინც ჩვენი დევნილებისა და ლტოლულების თავიანთ სახარში დაბრუნებას ხარს არ უჭერენ და მტრობენ იმათ, ვისი გამოისობითაც არაღიარების პოლიტიკაც არის შენარჩუნებული და არც ერთჯერ არ ყოფილა რომ რომელიმე ჩვენს ნამდვილ მეგობარს ამ ჰუმანიტარული საკითხებისთვის და შესაბამისი რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭიროს. ქართული ოცნება, რომელიც დასავლეთ ღია ომს უცხადებს და აშორებს ქვეყანას ცივილიზაციურ არჩევანს, ასევე უპირისპირდება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იმით, რომ დასავლური მხარდაჭერა გამოაცალა ქვეყანას ამ მიმართულებით და მაშინ, როდესაც ჩინეთი გახადეს მათ ალტერნატივად შეერთებული შტატების თან სტრატეგიული პარტნიორობის, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ამ დეკლარაციაში არ იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არ უჭერს მხარს ჩვენი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დიდ სხვაობას ნამდვილი სუვერენიტეტის დაცვასა და ყალბს შორის, რომელიც დღეს არის.
რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს დევნილების საკუთარ სახლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნების ხელშეწყობას და შეიცავს შესაბამის მოწოდებას გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე დამტკიცდა, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა და სადაც სხვათა შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. რეზოლუციის ინიციატორი 68 სახელმწიფო იყო, მხარდამჭერი აღმოჩნდა 107, მოწინააღმდეგეების რაოდენობა კი 8-ია შემცირებული. სალომე ლაბაძე საუბრობდა ფორმულას პირდაპირ ეთერში. მადლობა. ოკუპანტი ოცნების პოლიტიკას პრაგმატულს უწოდებს ოლიგარქის რეჟიმს, ამჯერად სერგეი ლავროვი აქებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ მალავს, რომ ივანიშვილის მთავრობის ნაბიჯებით კმაყოფილია. ჩვენი ურთიერთობები რეგულარულად გრძელდება, უთხრა რუსულ მედიას პუტინის პირველმა დიპლომატმა. თუმცა მისი განცხადებების ფონია დეზინფორმაცია და მუქარაც. სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველოს სოფლის მეურნეობას დააზიანებს, ასევე სანქციებთან შეერთებით მძიმე დარტყმა მიადგება ქვეყნის ეკონომიკას. საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება. ისინი ადასტურებენ თავიანთ კურსს ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავდროულად ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს უარი თქვას იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო სამეურნეო პროდუქციით. ამჟამად საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 70% მოდის რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებზე. ასევე საკმაოდ დიდი წილი მოდის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაზე, ამიტომ თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ყველაფერი ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ გავითვალისწინებთ, რა მოთხოვნებს უყენებს ბრუსელი ახალ წევრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოთხოვნებზე, როგორიცაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთება, ევროკომისიის ყველა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ქმედების აღიარება და სხვა. მიმაჩნია, რომ ახლა საქართველოში პრაგმატიკოსები არიან, როგორც უკვე აღნიშნე და დიდწილად ჩვენი ურთიერთობები რეგულარულად გრძელდება. რუს ტურისტებს უყვართ იქ ჩასვლა და ქართული ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით ტკბობა. მოსკოვის მხარდაჭერა გულბაათ ცხილაძეს კრემლი არ მალავს, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულის ბედითაა დაინტერესებული. განცხადება მის შესახებ მარია ზახაროვამ გააკეთა. მისი თქმით, გულბაათ ცხილაძეს რუსეთში კარგად იცნობენ როგორც ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მხარდამჭერს. ოკუპანტის საგარეოს წარმომადგენელმა მისი დაკავება რუსოფობიის მონიტორინგის პროექტის დაანონსებას დაუკავშირა. თავად გულბაათ ცხილაძე, რომელსაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების თანახმად ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო ქვეყნის სახელმწიფოს საპეცსამსახურებთან. ოცნების სუსი სახელმწიფოებს არ აზუსტებს, გავრცელებული ინფორმაციით კი საუბარია რუსეთზე და ირანზე. მითხრეს, რომ მას ძალიან კარგად იცნობენ. ადამიანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ და გულწრფელად, დაუმალავად, დაუფარავად გამოდის საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მხარდასაჭერად. როგორც შემა კოლეგებმა მითხრეს, მან ნამდვილად ბევრი გააკეთა ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის. დაკავებული იყო ჩვენი საერთო წარსულის შესწავლით, მემორიალური სამუშაოთი, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის წლებში დაკარგულების მოძიებით, ძეგლების აღდგენით, იცავდა ისტორიულ სიმართლეს, ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველი ხალხის დიდ და შეუფასებელ წვრილს. იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს გაერკვეს ამ საკითხში. უსიტყვოდ, პატივისცემით ვეკიდებით დამოუკიდებელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, მაგრამ გაგიზიარეთ შეფასებები თქვენს შეკითხვაზე პასუხისას. სანქტ-პეტერბურგში ეგრეთ წოდებულ 3+3 ფორმატის ფარგლებში ექსპერტთა პირველი შეხვედრა იმართება, სადაც ოკუპანტ ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს. ეს პლატფორმა რუსეთის გარდა ირანს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს და მასში საქართველოს ჩართვაც მოიაზრება, თუმცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციის გამო ოცნება ამ ფორმატის ყველა შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს. რისთვის მოიგონა კრემლმა ეს ეგრეთ წოდებული საექსპერტო ფორმატი. პოლიტიკოსების შეფასებით კრემლის გეგმაა, რომ მაგიდასთან დასვას პრორუსი ქართველი ეგრეთ წოდებული პოლიტოლოგები და ექსპერტები. 3+3 ფორმატი რომ კრაჩობელი იყო, ეს დიდი ხანია ცნობილია და საგანგებოდ საქართველოსთვის დატოვებული სკამიც ცარიელი დარჩებოდა, რომ არა ის ხრიკი, რომელსაც მიმართა რუსეთმა საექსპერტო ფორმატში ამ 3+3-ის გადატანი, სადაც საქართველოს ადგილი აღარ იქნება ცარიელი და ის რუსეთის მხარდამჭერი პოლიტოლოგებით შეივსება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქ არაფერ შუაში არ არის, თუმცა ჯერ კიდევ 12 მაისიდან მოყოლებული, როდესაც ესეთის დეპარტამენტის დირექტორი გალუგინი ამაზე საუბრობდა, ეს რა თქმა უნდა უნდა იცოდეს ქართულმა ოცნებამ, ისე როგორც მამუკამ დინარაძემ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ძრახვას საქართველოს საკუთარი გავლენის სივრცეში დასაბრუნებლად, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ ამის
მოვერწონეთ ვერანაირ იმ სტრატეგიას, რომელიც საქართველოს ინტერესებში იქნებოდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს და ომის დასასრულებლად პირისპირ შეხვედრას თავაზობს. ზელენსკი პუტინს მოუწოდებს განისაზღვროს შეხვედრის კონკრეტული თარიღი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შვეიცარიაში, თურქეთში ან არაბულ სამყაროში, სადაც პროცესს გარანტორებად ევროპა და შეერთებული შტატებიც შეუერთდებიან. უკრაინის ლიდერი წერილში კრემლის მეთაურს მძიმე რეალობას ახსენებს. საუბრობს რუსული არმიის კოლოსალურ დანაკარგებზე. ფრონტზე ყოველთვიურად 30,000-ზე მეტ დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცზე, რუსეთის ეკონომიკურ კრიზისსა და ჩინეთსა თუ ჩრდილოეთ კორეაზე მოსკოვის სრულ დამოკიდებულებაზე. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებების პერიოდში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და ტყვეების ყველაზე პრინციპით გაცვლისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პუტინს საკუთარი რეჟიმის გარდაუვალ კრახს უანონსებს. პირისპირ შეხვედრისა და ომის დასრულების შეთავაზების შემდეგ კრემლში ისევ განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს. შეხვედრის კონკრეტული თარიღი განსაზღვროთ. გავიგეთ, რომ ალასკაში დაკბირდნენ თითქოს უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი გადაწყდებოდა, მაგრამ ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. ჩვენ შორის დაწყებულ ორმხრივ ფორმატს სხვა მონაწილეებით შეიძლება შეუერთდნენ, რადგან ომი ევროპაში მიმდინარეობს, ჩვენ კი უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. თქვენ კი უსაფრთხოების გარანტიები თქვენთვის გსურთ. ლოგიკურია პროცესში იმათი ჩართვაც, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა აუცილებელია იმ ქვეყნების, რომლებსაც ნამდვილად აქვს სიტუაციაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ პროცესში უნდა იყოს შეერთებული შტატებიც და სწორედ ამან შეიძლება განსაზღვროს ჩვენი რეგიონის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონფიგურაცია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის მასშტაბურ სამხედრო დახმარებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მკაცრ პაკეტს ითვალისწინებს. დოკუმენტი უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის 8 მილიარდი დოლარის გამოყოფას, რუსული მსხვილი ბანკების, ნავთობისა და საავთო მომპოვებელი კომპანიების დასანქცირებას და იმპორტირებულ რუსულ პროდუქციაზე 500%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, კენჭისყრამდე 1 დღით ადრე გამართულ დახურულ სხდომაზე პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი თანაპარტიელებს მოუწოდებდა პროექტისთვის ხმა არ მიეცათ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან მოლაპარაკებებისას მანევრის სივრცე შენარჩუნებოდა. თუმცა წარმომადგენელთა პალატის შემდეგ დოკუმენტს კენჭი სენატშიც უნდა ეყაროს. ამერიკული მედიის პროგნოზით, ვინაიდან სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, კანონპროექტის საბოლოო დამტკიცება ნაკლებად სავარაუდოა. შეერთებულმა შტატებმა კუბის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა ახალი ფინანსური სანქციები აამოქმედა კუბის მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის, ასევე გავლენიანი კასტროების კლანის წევრების წინააღმდეგ. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ შავ სიაში მოხვდნენ ქვეყნის პრეზიდენტი მიგელ დიას კანელი, მისი ცოლი და გერი. სანქცირებულთა შორის არიან ყოფილი ლიდერის რაულ კასტროს შვილი და შვილიშვილიც. მიუხედავად იმისა, რომ რაულ კასტრო ოფიციალურ პოსტს აღარ იკავებს, ის კუნძულის პოლიტიკურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კვლავ საკვანძო ფიგურად რჩება. შეზღუდვები ასევე შეეხო კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების სამინისტროსა და რამდენიმე სხვა სახელმწიფო ორგანიზაციას. ვაშინგტონს კუბაზე 10 წლების განმავლობაში აქვს დაწესებული ეკონომიკური ემბარგო, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო თვეებში ჰავანაზე ზეწოლა რადიკალურად გაზარდა. ვაშინგტონის მიერ გამოცხადებულმა საწვავის ბლოკადამ კუნძულზე უმძიმესი ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. აქტივისტების ცნობით თბილისში დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელსაც სამშობლოში დეპორტაციის შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ემუქრება. მის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გაიმართა. მათი თქმით, ჰადი როსტამი საქართველოში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და აქ თავშესაფარს ითხოვდა. მათივე ცნობით დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს და მას ირანში გაძევება ემუქრება. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ირანის მოქალაქის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკულ FBI-სთან კოორდინაციით საერთაშორისო ძებნილი პირი დააკავეს. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ვაშინგტონს ყავდა ძებნაზე დასმული ისეთი მძიმე ბრალდებებით, როგორიცაა დანაშაულებრივი შეთქმულება, ხელშეწყობა და ფულის გათეთრება. სპეცოპერაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში ჩატარდა და ამჟამად დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
საქალაქოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროცესზე დაცვის მხარი ამბობს დასკვნით სიტყვას. რამდენიმე ბრალდებული საპატიმროს უახლოეს მომავალში დატოვებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ადვოკატები ამბობენ, რომ უკანონოდ დაკავებულებმა ეს მექანიზმიც უნდა გამოიყენონ, რათა დასრულდეს მათი უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. დღევანდელ დღეს უკვე ცნობილია ჩვენთვის იმ პირებს, იმ ბრალდებულებს, ვინც მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, პროკურატურა სთავაზობს კონკრეტულ პირობებს, 3 წელი პირობითი მსჯავრი, რომელიც უნდა მოიხადონ მათ თავისუფლებაში. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს დღევანდელ დღემდე 7 თვის მანძილზე არ მიუმართავს ბრალდების ხარისთვის. დასასრულებელია ის ფაქტი, ბრალდების ხარე იმ პირებსაც თუ უკეთებს საპროცესო შეთანხმებას, იმ პირებსაც თუ სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას, ვინც ამ ეტაპამდე არ მიმართა. მე ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად ეს არის ბრალდების ხარის შემოთავაზება, არის გამოსავალი ერთგვარი სიტუაციიდან იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი ბრალდებულის მიმართ არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომ მათ ჩაიდინეს ნამდვილად ბრალა წარდგენილი ქმედება. საქალაქოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესიც მიმდინარეობს. ხდომათა დარბაზში შესვლამდე ოცნების სუსის ყოფილი უფროსის ადვოკატი გამოეხმაურა ინფორმაცია საპროცესო შეთანხმების შესახებ და განმარტა, რომ ამ მიმართულებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ხდომა ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრების ეპიზოდს ეთმობა, სადაც ბრალდების მხარე საკუთარი მოწმეების დაკითხვასა და მტკიცებულებების წარდგენას აგრძელებს. ოცნების სუსის ყოფილ უფროს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, გრიგოლ ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს. ქართული ოცნების მიერ სოფლის მეურნეობის პროგრამებში გაფლანგული მილიონები თემაზე ბრიფინგს მართავს ძლიერი საქართველო ლელო მოусმინოთ თაზო დათუნაშვილს. მოგესალმებით. მინდა შეგახსენოთ, რომ 2013 წლიდან ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ევანიშვილმა სოფლის მეურნეობა დასახა ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად მისი მმართველობის განმავლობაში. ამას მოყვა ის, რომ ხელისუფლებამ ამ დარგში უამრავი პროგრამა და სუბსიდია გამოყო და ამაში 10-13 წლის ინტერვალში მილიარდობით ლარი დაიხარჯა. საქართველო კი დღეს ისევ ვერ უზრუნველყოფს საკუთარ სასურსათო და კვების უსაფრთხოებას. საქართველო ვერ აკმაყოფილებს თავის შიდა მოხმარებას, ქვეყანა რომელიც უნდა იყოს ექსპორტიორი, შიდა მოხმარებასაც არ ყოფნის. უფრო კონკრეტულად 2013-26 წლების ინტერვალში მონაკვეთში 10 მილიარდ ლარამდე არის დახარჯული სხვადასხვა პროგრამებისა და სუბსიდიების გავლით სოფლის მეურნეობაში საქართველოს ბიუჯეტიდან თქვენი გადასახადის გადამხდელების ფული. ამის და მიუხედავად ერთის მხრივ ვერ ვაკმაყოფილებთ ადგილობრივ ბაზარს და მეორეს მხრივ პროდუქტიულობის თვალსაზრისით ქართული სოფლის მეურნეობა რამოდენიმეჯერ ჩამორჩება ევროპულ სტანდარტის ყველაზე მინიმალურ ზღვარსაც კი. ბოლო 13 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, ეს არის ხორბლის საკითხი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების ფუნდამენტია. 13 წლის განმავლობაში სუბსიდიების მილიარდობით სუბსიდიების მიუხედავად ხორბლის მოსავლიანობა საქართველოში არის საშუალოდ 1,52 ტონა, რაც ადგილობრივი ბაზრის 10-15%-საც კი ვერ აკმაყოფილებს. ხანდახან 10-ია, ხანდახან 15%-ია. ანუ ძირითადი უმთავრესი კვების პროდუქტის 15%-საც კი ვერ ვაწარმოებთ ადგილობრივად. ხოლო დანარჩენი 85-დან 90%-მდე ხორბლის მოხმარება დამოკიდებულია იმპორტზე. ეს კიდევ პრობლემა არ იქნებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რომ იმპორტი ხორბლისა საქართველოში ფაქტიურად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე. ანუ აი ამ 85-90%-ის შემომტანი საქართველოში არის რუსეთი. რუსეთი ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს საქართველოს ტერიტორიებზე განთავსებული და საერთაშორისო დადასტურებული გენოციდი აქვს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ნაწარმოები. აი დღეს რომ უხარიათ ქოცებს ლავროვის შეძახილი მწვანილებთან დაკავშირებით და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით, საქართველო დამოკიდებულია ფაქტიურად სრულფასოვნად რუსეთზე დღეს ხორბლაზე. ერთ დღეს რომ გადაწყვიტოს რუსეთმა ხორბლის შემოტანა, საქართველო ერთ კვირაში პურის გარეშე დარჩება ფაქტიურად ჩვენი შიდა წარმოებით მხოლოდ 15%-ს ვახერხებთ რომ დავაკმაყოფილოთ.
დამოკიდებულება იმპორტზე აგრეთვე არის უაღრესად შესაშემაშფოთებელი ისეთ პროდუქტებზე, როგორც არის ზეთი, შაქარი, ხორცი, რძის პროდუქტები და აქ ისევ ლაპარაკია რუსეთზე და რუსეთიდან შემოტანაზე. მარტივი კითხვა ისმის. ერთი, როგორ ხდება, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტზე ვართ დამოკიდებული ხორბლისა და პურის ფქვილის შემოტანაზე და მეორე, სად გაქრა 10 მილიარდ ლარზე მეტი. 10 მილიარდი ლარი ისე როგორ აორთქლდა ბუნებაში, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს შიდა მოხმარებას, არ ვლაპარაკობთ რაიმეს ექსპორტზე გატანას. ფაქტია ერთის მხრივ, რომ ეს პროგრამები და ის